ღმერთი ღრმაა ერთი, ღმერთი არის სიყვარული. ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველა სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს. საქართველოს სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომლის მოღვაწეობაც უფლისა და მოყვასის სიყვარულის, უდიდესი ადამიანური თავმდაბლობისა და ღვთიური სიხარულის სიმბოლოა. მის სახელს უკავშირდება ყოველივე ის, რამაც შეიძლება ადამიანს სულიერი სიმშვიდე და სიხარული მოჰგვაროს. სწორედ ამის დასტურია ის სადღესასწაულო განწყობა და მოლოდინი, რომელიც სრულიად საქართველოში მთელი კვირის განმავლობაში სუფევდა. ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილების აღმოყვანებასთან დაკავშირებით სასულიერო პირები და მრევლი სამთავროში გუშინ საღამოდან იყო შეკრებილი. წმინდანის საფლავიც ღამე გაითხარა. დილის 9 საათისთვის კი სამადლობელი პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურება წმინდა სინოდის წევრებმა აღასრულეს და ღირსი მამის საფლავის გახსნაც ამ დროისთვის დაიწყო. რამდენიმე საათის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ხის ლუსკუმაში ჩააბრძანეს და სამთავროს სფერისცვალების სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. აქვე მღვდელმთავრებმა პარაკლისი აღავლინეს. სამთავროდან სასულიერო პირებმა და აქ შეკრებილმა მრევლმა ღირსი მამის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს. მსვლელობას ბაირაღებითა და დროშებით ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის წარმომადგენლები მიუძღოდნენ. სიწმინდეს მორწმუნეები გზადაგზა ანთებული სანთლებით ხელში ხვდებოდნენ. როგორც აქ შეკრებილები ამბობდნენ, დღევანდელი დღე ყველა მართლმადიდებლისთვის გამორჩეული და უდიდესი სიხარულის მატარებელია. აი როგორიც იყო მამა გაბრიელი სიცოცხლეში ესე შეკრიბა უამრავი ხალხი და მოგვიწყო დიდი დღესასწაული. აი ეს არის დღევანდელი გაწყობა. დიდი სიხარულია, მისი საერთოდ ესეთი წესია, რომ წმინდანი არ შეიძლება ტაძრის გარეთ იყოს დასაფლავებული, რადგან შეირაცხა წმინდანად, ამიტომ უნდა გადაბრძანდეს ტაძარში მისი სხეული. ზოგადად ამ მოვლენის შინაარსი ესეთია და იმხელა სიხარული ახლავს ამ მოვლენას. თითქოს სამწუხაროს გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ სწორედ ეს არის ქრისტიანობა, რომ გარდაცვალების იქით ჩვენ ხედავთ მარადიულობას. საოცარი დღე არის, ძალზე მნიშვნელოვანი. აღმოყვანებულ იქნა წმინდა ნეშტი ღირსისა მამისა ჩვენისა გაბრიელ ბერისა, რომელსაც ბევრი ჩვენთაგანი სიცოცხლეშივე იცნობდა და მრავალ ადამიანს ჰქონდა მასთან ურთიერთობა სულიერი და მისი ლოცვით მრავალმა მიიღო ნუგეში კურნება და მის ცხოვრებაში სასწაული აღსრულებულა. ყველას ულოცავთ ამ დიდებულ დღეს და ვუსურვებთ ყველას აქ მოსულ და სრულიად საქართველოს ღირსი მამა გაბრიელ ბერის მეოხებას და შეწევნას ღვთის წინაშე. ამინ. უდიდესი მოვლენაა დღეს ასეთი რამ არ ახსოვს საქართველოს ასეთი უდიდესი საეკლესიო მოვლენა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო ფეხზე დგას. როგორც ერთ-ერთმა მეუფემ თქვა, ეს გავს ქართლის მოქცევას. ასეთი საიდუმლო, ასეთი უდიდესი სიხარული იშვიათად თუ ეძლევა ერს ღვთისაგან და მე გილოცავთ. უდიდესი მამის, მართლმადიდებლური ეკლესიის ერთი უდიდესი წმინდა მამის წმინდა ნაწილების აღმოყვანას. ღმერთმა მისი ლოცვით გაერთიანოს საქართველო. ამინ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში, საერთოდ საქართველოს ისტორიაში. მე ყოველას ულოცავ, რომ ყავს მამა გაბრიელი, ყავს ესეთი წმინდანი, ვინც ჩვენთვის ილოცებს ზეცაში და აი, ნუ არ ვიცი, ეს ძალიან საინტერესო იყო, გარდა იმისა, რომ მორწმუნეებს ვინც არ არის მორწმუნე, ალბათ იმათვისაც ძალიან საინტერესო იყო დღეს და ესეთ ბედნიერია, როცა ადამიანი ხედავს, რომ საქართველოში ამდენი მორწმუნე ადამიანია, ახალგაზრდაც და მოხუცებულიც და ბავშვებიც, ესერია გადარჩება ნამდვილად. მადლიანი დღეა დღეს. რავი, სადროში ახალი გაწევრიანებული ვარ და პირადად ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ და მომეც საშუალება ამ სულობაში მიიღო მონაწილეობა. ღირსი მამის წმინდა ნაწილების აღმოყვანებასთან დაკავშირებით მრევლი მცხეთაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა. როგორც ამბობდნენ, ამ უდიდესი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის მქონე დღეს ყოველი მართლმადიდებლისთვის აქ ყოფნა სასიხარულოსთან ერთად საამაყოცაა. გორიდან ჩამობრძანდით ოჯახთან ერთად. გუშინ 10 საათის წუხელის 10 საათის მერე აქ ვართ. ველოდებით იმის მადლი ფარავდეთ თელ საქართველოს, ჩვენ ამას ქვეყანას და
რა ვიცი მე, თუ რამე არსებობდა ძლიერია, მე მგონი არსებობს და არის, ვიცით, იმიტომ რომ წმენითა ვართ მოსულების უყოლანი და ჩვენ ერთადერთს ვთქვით, მაგალითად, ჩვენი ოჯახი, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანებული იყოს და დევნილი ხალხი ბრძანდებით და დაბრუნებული ყავით ჩვენ სამშობლოში, ჩვენ საქართველოში. მე აქ მომიყვანა მამა გაბრიელის სიყვარულმა, მადლიერება. მამა გაბრიელი ბევრჯერ დამეხმარა, ყოველთვის მეხმარებოდა და ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოვყავდი. მადლობა მამა გაბრიელს. უღრმესი მადლობა მამა გაბრიელს და მე ვიცი რომ მამა გაბრიელი გვხედავს და დღესაც ჩვენზე ლოცულობს. მე ბედნიერი ვარ რომ დღეს აქ მოვხვდი და ალბათ მთელი ქართველი ხალხი ბედნიერია რომ ყავს მამა გაბრიელი. ჩამოვედი კასპიდან, დღეს ძალიან დიდი მალი ხდება დღეს საქართველოში სიყვარული სულისაუნ დღევანდელ დღეს. ხო და რა ვიცი, ღმერთმა ბრავას სიგეთით დაიწყოს დღევანდელი დღიდან ყველაფერი ქართულ ხალხისთვის. პირადად ვიცნობდი მამა გაბრიელს, ეს ჩემთვის იყო ძალიან ღვთისწყალობა, როგორც კი ეკლესიაში მივედი, მაშინვე ხელი მომკიდეს და მამა გაბრიელთან მე მივყვანეს. ესე იგი პირველი შეხვედრა იყო რაღაც საოცარი, რომ შევედი კოშკში, ეს მთლიანად ხატებით იყო და იჯდა საოცარი ბერი. აი სახე ქონდა განათებული და ყველა ქონია თაფლისფერი თვალები და მე სისტემატურად ხშირად რომ მიდიოდი, სულ ცისფერ თვალებში ვხედავდი მამა გაბრიელს. და ესე იგი ვიჯექი მის კელიაში, პატარა სკამზე და აი ცრემლები თავისთავად ჩამომდიოდა. ეს იყო საოცრება მისი ნახვა. ძალიან დიდი დღეა რა. ეს რა ვიცი, სასწაული ხდება საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის ალბათ და მერთმა მრავალს დაასწროს ქართველიერი და გაგვაძლიეროს მამა გაბრიელის ლოცვა კუთხევით. ძალიან მიხარია რომ ჩამოვედი ჩვენ მამა გაბრიელის საფლავს და ძალიან დიდი მადლია ეს ყოველივე ჩვენთაგანისთვის და ყველას გილოსავ დღევანდელ დღეს. დილიდანვე სადღესასწაულო განწყობას უფევდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშიც. ღირსი მამის წმინდა ნაწილებს შეკრებილი ადამიანები განსაკუთრებული განწყობითა და ემოციებით ელოდნენ წმინდანის სულიერი შვილები, მისი სასწაულის უშუალო მომსწრეები და ადამიანები, რომელთათვისაც მამა გაბრიელი ღვთიური სიხარულის სიმბოლოა. საოცარი სიხარულის განცდაა და ეს გავს ყველაფერი მამა გაბრიელის ხასიათს. აი მის როგორც სიცოცხლეში იყო იმას, აი გავს ეს სიტუაცია, რაც ჩვენს გარშემო ეს ვითარება, ძალიან გავს მამა გაბრიელის ხასიათს. მამა გაბრიელი ჩემი მოძღვარი იყო, რაც თავი მახსოვს, მოდიოდა ხოლმე ჩვენთან ვაკეში. დედაჩემს ნათელა დაო ესე მიმართავდა მამაჩემს ნიკოლოზ. მოვიდოდა ხოლმე შაბათობით, ხშირად მოდიოდა ძალიან ჩვენთან მოსვლა უყვარდა ხოლმე. და ბავშვობიდან ასე ვთქვათ ვიცნობდი და გვიყვარდა ეს ერთმანეთი და მოხდა ისე რომ როდესაც უკვე დამოუკიდებლად მოძრაობდი სკოლაში რომ მივდიოდი ხოლმე შატალოზე წავიდოდი მამა გაბრიელთან ხოლმე იქ 5 დეკემბრის ქუჩასთან პატარა სახვევია იქ ცხოვრობდი მე მგონი თეთრი წყაროს ქუჩა ეხლა თუ რაღაც და იქ მივდიოდი ხოლმე და იქ დილიდანვე მიმასპინძლდებოდა ძალიან უყვარდა რომ მივდიოდი ხოლმე მოყვასო ესე მეუბნებოდა აი რა შეიძლება ითქვას მე მგონი სიტყვები ზედმეტიც კი არის იმდენად ყველა აი გადაავსებულია ემოციებით აი რომ მოვდიოდით ახლა მოვასვენებდით მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროდან სვეტიცხოვლისკენ ხალხი როგორი სიყვარულით ხდებოდა მას რა სიტყვებს ეუბნებოდნენ მას როგორ ზოგი მადლობას უხდიდა ზოგი შეწევნას თხოვდა ზოგი ვერცერაფერს ვერ ამბობდა ცრემლები მოსდიოდა და ეცახს რომ ჩავუარეთ აი მასზე იყო შეკრებილი ხალხი რომლებიც ამბობდნენ ესე სიტყვებს დიდება ქრისტე ღმერთს ეს სიტყვებია რასაც მამა გაბრიელი ამბობდა და როდესაც დაწვა მან კერპის ფოტო, სწორედ ეს იყო რომ დიდება შეშვენეს მხოლოდ ქრისტე ღმერთს და აი დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას რომ კიდევ ერთხელ დადასტურება მოხდა იმის რომ მან გაიმარჯვა იმ ბოროტებაზე, იმ ღვთისმბრძოლობაზე, იმ ეკლესიის ტრობაზე და ვერაფერმა ვერ დაძლია იგი, იმიტომ რომ იგი იყო უფალთან და ქრისტესთან. საღამოს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიბრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ფიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა წმინდა ნაწილები მოელოცა. კათოლიკოს პატრიარქმა სრულიად საქართველო დალოცა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.
შეგეწირათ თქვენ და საქართველოს დღეს ჩვენ ლოცვა-კურთხევას თხოვთ მამა გაბრიელს, რათა მისი ლოცვა-კურთხევით ღმერთმა მოგვიგოს მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ და მთელ საქართველოს. ამინ. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები 22 და 23 თებერვალს იქნება დაბრძანებული. 24 თებერვლიდან კი სიწმინდის მოლოცვის საშუალება მრევლს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში ექნება, რის შემდეგაც ღირს მამას სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაკრძალავენ. იქამდე კი ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ კვირას 23 თებერვალს სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 10 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს.